ბიჭებო, რა თვის ხართ ვან გოგზე? როგორი კითხვა დაგისვით ნახეთ. აი მოგწონთ თუ არა? როგორ არ მოხდები კი რაღაცები არა. აი ეს ძალიან მაგარი. ვარსკვლავიანი ხამე. ეს კი. დედა, ეს არის უკვე ბუნებაში შეხატული ვან გოგი. ხალხო, ეხა სასწავლო ამბავს მოგიყვებით, უკვე ხედავთ ამ სასწავლო ამბავს, მაგრამ მე განმარტავ რა ხდება. ესე იგი, ეს ამბავი, რასაც ჩვენ ხედავთ, ნიდერლანდებში ვითარდება და ამ ქალაქს ქვია აინდჰოვენი. აინდჰოვენსა და მის ახლომდებარე მუნიციპალიტეტს შორის, მოკლედ უნიკალური საველოსიპედო გზა არის გავლებული. 600 მეტრზე ვრცელდება ეს გზა. და ზუსტად ვან გოგი იმ შუაშია ამასთან, რომ მისი ნახატის ვარსკვლავიანი ხამის ინსპირაციით არის ეს გზა შექმნილი და ულამაზესია მართლა. ესე იგი, ქვებით არის მიღწეული ეს ეფექტი, რომელიც დღის განმავლობაში სინათლეში თან თქავს ეს ქვები და ხამე მე ანათებს და აი ცოტა ჟრუანტელი მაქვს, რა სიამოვნება იქნება და როგორი სასეირნო, საძუნძულო თუ არ ვიცი, როგორი გასაბედნიერებელი სეირნობა ელის მას, ვინც იქ ახლომდებარე ტერიტორიაზე ცხოვრობს, წარმოუდგენელია. მოკლედ ეს არის ეს ვარსკვლავიანი ხამე ვან გოგის შედევრი და სწორედ ეს იდეა ეკუთვნის ხელოვნებას დან როზენგარტს და მე მგონი ყველაზე თერაპიული ბილიკი შექმნა ამ ადამიანმა და რაც მთავარია, რატომ ეს ადგილი იცით? არ ვიცი. აი ეს ადგილი არის ძალიან ახლოს იმ ადგილთან, სადაც ამ შედევრებს ქმნიდა თავად ვან გოგი. ამიტომ ყველა დატვირთვით, ყველა ემოციით, ყველანაირი ენერგიით ახსავსია ზუსტად ეს ბილიკი. თუ კი აღმოჩნდით აინდჰოვენში, თქვენ შეგიძლიათ ღამე ძალიან სასიამოვნოდ გაატაროთ. მარტო იქნებით საყვარელ ადამიანთან, ველოსიპედით მის გარეშე. თავარია რომ ამიერიდან უკვე ესეთი თერაპიული, ჰარმონიული ბილიკი არსებობს. თქვენ რა დატვირთვას მოუძებნით ამ გზას? რას იზაბდით? ესთეტიკას იმშვიდე? არა ხო? უბრალოდ ივლით. უბრალოდ გავისეირნე. ეს რაღაც ამ სამყა. რაღაც ფერები იცვლება ხო? რაღაც სახელმწიფო იყო, ხალურჯი იყო. მე მგონი გააჩნია საიდან იღებენ ალბათ რა? არა, მე მგონი რაღაც განათება მაინც აქვს. რაღაც განათება აქვს. რომ აი გვერდიდან არის. ქვებისგან. ხო, მაგრამ აი გვერდზე ნახე განათება. გვერდზე არის ხო, ფერი მის. აი ნახე ხო, ქვები თავისთავად, მაგრამ გვერდებზეც მართლა რაღაცა მინათებებიც აქვს. ილუმინესცენციას აკეთებს თვითონ ქვა, მაგრამ ანუ ის ფერს გვერდითი შუქებით თავისა შვება. ძალომაც. მოკლედ, დედა ღმერთო რა სილამაზეა. მარტო აქ სიარული არის, ალბათ ძალიან დიდი ბედნიერება. ხო, რომ დგარხარ ნახა, ჩდეკ რო გიფიქრე, რომ ეს გაცოცხლებული ყო, ან იქ შევძრეო, ხო, არ ვიცი, გაგჩენია გასული და აი განცდა მაქვს, რომ ეგ შევძვერი და მოგზაურობ. მიუხედავად იმის, რომ უბრალოდ ვუყურებ აი ამ შედევრს, რომელიც მოყვა უდიდეს შედევრს ვან გოგისას. წასასვლელები ვართ ხალხო იქ. პირდაპირ ჰარმონიის და თერაპიის განცდა მომგვარა მე ამის ხილვამ და ახლა იქ რო ვისეირნო და ახლოს ცხოვრობ და ალბათ ხშირად ვივლიდი მე ამ ბილიკზე. მოკლედ ესეთი საინტერესო ამბით დაგხუნძლეთ. ამერიკის შეგამსუბუქეთ. ძალიან სასიამოვნო იყო ამაზე საუბარი და პრინციპში ესეც სამედიცინოა, თერაპიულია და ხო უნდა განგვეხილა. არის. და ესე მადლობა ვან გოგს და ამ იდეის